მეგობრებო, მოდი ესეთი გაშლა ვნახოთ. ეხლა თხოვნა იყო თქვენი ერთ-ერთის და ვფიქრობ საინტერესო თემატიკა. რა ხდება მის ცხოვრებაში თქვენ გარეშე? როგორ არის მასთან? ეს გაშლა არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხლა პაუზაში თუ დაშორებაში იმყოფებით სამუდამოდ თქვენ საყვარელ პიროვნებასთან, პარტნიორთან, საყვარელი, არასაყვარელი, მოკლედ იმ პარტნიორთან, ვისთანაც გაინტერესებთ. რა ხდება მის პირადში, სადაც უკვე იცით, რომ ის სხვა პარტნიორთან ერთად აგრძელებს ურთიერთობას, იდეა არის ამაში. ნახოთ რა ენერგიებში არის თქვენი ურთიერთობა, რას გვაჩვენებს სამყარო, აქედან გამომდინარე მიხვდებით რამდენად თქვენია ეს გაშლა. ლაიკები არ დაგავიწყოთ მეგობრებო და გამოწერეთ ჩემი გვერდის, ამ გვერდის, YouTube გვერდისაც ასევე. თქვენ შორის რა ურთიერთობაა? იუსტიცია ამოდის მაღალი არკანი და იმპერატორი, სამკარჩი ორი მაღალი არკანი და ცხრიან პინდაკლი. ეს არის სამართლიანობის ზღვარი, ასე ვთქვათ, ბალანსი სამართლიანობაში. ეს არის ურთიერთობა, სადაც სამართალმა პური ჭამა, ასე ვთქვათ, სადაც ადამიანი უნდა წასულიყო და მიეხედა თავის ცხოვრებისთვის, იქნება ამის შინაარსი თუ ის, რომ მან მიიღო ბედისგან, ასე ვთქვათ, ის მეორე ნახევარი, რომელსაც იმსახურებდა თავისი ქცევიდან გამომდინარე, ყველა მიიღო სათავისოდ, ანუ ის, რასაც იმსახურებდა. ზოგისთვის ეს იყო რაღაცა გაკვეთილი, სამართლებრივი, ასე ვთქვათ, როგორ უნდა მოიქცეს ცხოვრებაში და ვის ენდოს და ვის არ ენდოს და ვისთან უნდა გააგრძელოს ურთიერთობა და ვისთან უნდა ჩამოიშოროს, ვინ უნდა ჩამოიშოროს უბრალოდ თავის ცხოვრებიდან და გნებავდათ თქვენ თუ არ გნებავდათ ცხოვრებამ, ასე ვთქვათ, მიგიყვანათ აი ამ ერთგვარ ფინიშის წერტილამდე, სადაც თქვენი ურთიერთობა გადავიდა სამართლიანობის ზღვარზე. სამართლიანად ეს ადამიანი ისე როგორც საჭირო იყო ცხოვრებისეულად გახდა ვიღაცის იმპერატორი, ეს არის მეუღლის კარტი, სადაც ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენი მეუღლეც იყო და დატოვა ეს ურთიერთობა და დასრულდა იუსტიციით არის შანსი იმისი, რომ თქვენი ყოფილი მეუღლეზე იყოს საუბარი, ამ კატეგორიის ხალხისთვის იქნება ეს გაშლა, ასევე ის, რომ საერთოდ არ იყო მეუღლე, მაგრამ წავიდა და იუსტიციით მაღალი არკანით თავისი ბედი და კარმა განაპირობა იმას დაუკავშირა იმას, რომ გახდა ვიღაცის იმპერატორი, ვიღაცის მეუღლე, ოფიციალური ქორწინებაზე უკვე აქ საუბარი, სადაც თავისი ცხოვრების ტკბება ეს ადამიანი. ცხრიან პინდაკლი ეს არის სამოთხის ბაღი, ეს არის ფინანსური წარმატება, ეს არის საერთოდ კმაყოფილება. ნახეთ, როგორი ბედნიერია და გახარებულია ფინანსურადაც, საერთოდ სამყაროსგან მიღებული საჩუქრებით, ამ თემატიკასთან დაკავშირებით ეს ადამიანი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ასევე როგორც თქვენი უფროსის კარტის სამუშაო სფეროში, მენეჯერის, არ ვიცი, უფროსი, მეპატრონის, ეს არის ადამიანი, იმპერატორი, მოკლედ, რო გითხრათ. ბევრისთვის წარმოდგენილი იქნება ეს ადამიანი როგორც ცეცხლის სტრიქის წარმომადგენელი, მეფე ეს არის ცეცხლის სტრიქი, ეს არის ლომი, მშვილდოსანი და ვერძის ნიშანი, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჰოროსკოპს მივანიჭებთ, ეს არის ადამიანი ძალიან დიდი ცეცხლოვანი ენერგეტიკით, ლომისებურია რაღაცნაირი. ჩემ ქუდი ცაკუდად და დედამიწა ქალამნად არ მიაჩნიაო, შეიძლება ითქვას ამ ტიპაჟის ადამიანებზე, ანუ ძალიან ისეთი მბრძანებლური, მეფური, ცეცხლოვანი ენერგეტიკით ადამიანი, რომელიც ბევრს გადაადგილდება, შესაძლებელია თავის სამუშაო სფეროსთან მიმართებაში, ძალიან ტემპერამენტიანია, ქალების გულთამყრობელია, ფიზიკურ დონეზე თუ გეტყვით. საშუალო ასაკის, ეს არის ძალიან დიდი მამაკაცი, ეს არის დაახლოებით 35 წლის ასაკის მამაკაცი, საშუალო ასაკის, კიდევ ვიმეორებ, ძალიან კარგად განვითარებული თავის ტემპერამენტით, მამაკაცური ღირსებებით, ცეცხლოვანებებით, ქალების მიზიდულობებით, ქალების, ასე ვთქვათ, ძალიან 1-2 გაღიმებაზე შემბმელი ჭყალებში ამ სიტყვაზე, ძალიან ცეცხლოვანი მამაკაცი, რომელმაც პრინციპში თავისი ღირსეული მისი წარმოდგენით პარტნიორი იპოვა და ძალიან ღირსეულად და ბედნიერად გრძნობს ამ ოჯახურ
ასე ვთქვათ, ურთიერთობაში თავის თავს თუ ატყობთ, რომ ენერგეტიკულად თქვენზე ეს გასლა თქვენ პარტნიორზეა, რაც გაინტერესებდათ, თხოვნა რაც იყო, რომ როგორ ცხოვრობს სულ თქვენოთ და მისი შეგრძნებები და ფიქრები თქვენთან მიმართებაში და საერთოდ როგორია, გავიგოთ უცებ რას ფიქრობს დღესდღეობით თქვენზე და თქვენ კონკრეტულად ურთიერთობაზე. ფიქრობს, რომ დანგრეულია ყველაფერი, რომ ასე იყო საჭირო და ცხოვრებისეულად კარმულად სწორი იყო ის, რაც დაინგრა, ანუ რასაც საფუძველი არ ქონდა, ის უნდა დანგრეულიყო და მას დიდი ალბათობით არ ქონდა იმის ილუზია და არც თქვენ არ გიქმნიდათ სავარაუდოდ იმის ილუზიას, რომ ამ ურთიერთობიდან რაღაც სერიოზული შეიძლება წარმოიშვას და აღმოცენდეს და ასე ვთქვათ, ბედნიერების მომტანი იყოს სამომავლოდ თქვენი ურთიერთობისთვის. პრინციპში მისი აზრით და მისი წარმოდგენით ეს ურთიერთობა იყო ისეთი ცოცხლოვანი, ენერგეტიკული, არ ვიცი, რაღაცა პერიოდზე საჭირო დროს, საჭირო ენერგეტიკა მიიღო მან, ასევე მოგაწოდათ მისი მამაკაცური ენერგეტიკა თქვენ. ეხლა აჩვენებენ, რომ 4-იან ხმალია თქვენ ურთიერთობაში და ეს არის პაუზის კარტი, ეს არის გათვითცნობიერების, დაფიქრების კარტი იმაზე, რა დაინგრა და როგორ შეიძლება ყოფილიყო და შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ყოფილიყო ეს ურთიერთობა რაღაცა სხვა მიმდინარეობის და სხვა ეტაპის, მაგრამ ადამიანი წარმოჩენილია თქვენ მიმართ როგორც ჰაერის სტიქიაში, ახლა ცივ ენერგიებში არ აჩვენებს არანაირად თავის გრძნობას თქვენთან მიმართებაში, საერთოდ არ გამოხატავს, არ ინძრევა, ასე ვთქვათ, რაღაცა ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში, სურვილი არ აქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცივ ჰაერის ენერგეტიკაში მენტალურად ფიქრობს ამაზე ხშირად, მაგრამ ფიქრობს, რომ სწორი იყო ის, რომ დაინგრა, რასაც საფუძველი არ ქონდა, ის დღეს თუ არა ხვალ მაინც დაინგრეოდა. კონკრეტულად თქვენ პიროვნებაზე რას ფიქრობს ეს ადამიანი? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან გულწრფელი ადამიანი, სიყვარულით სავსე, ძალიან თბილი და დადებითი ემოციები მოგქონდათ ამ ურთიერთობაში მისთვის და იყავით ერთ-ერთი ის პიროვნება, ერთადერთი თუ არა, ვის მიმართაც მას სურვილი ქონდა, რომ თავისი ემოცია გაეზიარებინა და ეს თქვენი შერწყმა და თქვენი ურთიერთობა იყო ძალიან გულწრფელი, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ტყუილის გარეშე, მაგრამ ხელფეხშებოჭილი იყო ამ ურთიერთობაში. რატომ იყო ხელფეხშებოჭილი? ამაზე საუბარს არ დავიწყებ. ყველას თქვენი რაღაცა წინააღმდეგობები გაქვთ ალბათ სავარაუდოდ ამ ურთიერთობაში, მაგრამ ვერ ხედავდა მომავალს, ხელები არ ქონდა აშვებული, რაღაცნაირად კუთხეში ქონდა მის აზრებს მიმწყდეული თქვენი ურთიერთობა, რომ აი პროგრესი არ შეიძლება ამ ურთიერთობიდან მომდინარეობდეს. როგორ არის მაშინ იმ ურთიერთობაში ახლა და როგორ მიდის მისი ცხოვრება თქვენ გარეშე, გავიგოთ. თუმცა ცხრიან პინდაკლით უკვე გასაგებიც არის, რომ ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს იმ ურთიერთობაში, სადაც იმყოფება. ეხლა ამ მომენტისთვის გეტყვით, რომ რაღაცა მარტოობის ელემენტი აქვს აღებული მაღალი არკანი, მე-9 მაღალი არკანით და გააზრების მომენტი აქვს, აი კი რაღაცა უხარია თავის ცხოვრება, რომ პროგრესშია და მისი პირადი ასე თუ ისე აეწყო და ის მიიღო ურთიერთობაში და ამ ქორწინებიდან და ამ წყვილის წარმოქმნიდან, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მაგრამ მენტალურად სულ იაზრებს. ეს არის ის საბოლოო ჯამში, რაც მას ჭირდება და აწყობს თუ წარსულში იხედება, თუ სავარაუდოდ თქვენი პიროვნებისკენ იხედება, რაც თავის ტკივილს მართებს მას და ცუდ ფიქრებს ახსენებს და ასე ვთქვათ, რაღაცა დაბურულ მომავალს უჩვენებს, რომ აი ქონდა კი შანსი მას იმისი, რომ თქვენთან ყოფილიყო ბედნიერი. დიდი ალბათობით თქვენზეა საუბარი, იმიტომ რომ თქვენ ურთიერთობას ხშირად იხსენებს და წარსულისკენ ფიქრებით მიდის ხოლმე, აანალიზებს სწორი ნაბიჯი რა გადადგა და რა არასწორი, ხშირად შეიძლება ცრემლიც მოსდიოდეს თქვენთან მიმართებაში, ეს არის ძალიან დიდი გულწრფელი ემოციები, ცრემლები, ასე ვთქვათ, და გულის ტკივილი იმაზე, რომ არ ქონდა მას შანსი იმისი, რომ ხელფეხშეკრულობის გარეშე ემოქმედა თქვენ ურთიერთობაში. ძალიან დიდი ალბათობით იყო ადამიანები, ან იყო სიტუაცია, რაც ხელს უშლიდა თქვენი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, მაღალ ეტაპზე გადაყვანას, ამაზე ხშირად ნერვიულობს ხოლმე, თავს როგორ გრძნობს ის ახლა? გრძნობს, რომ რაღაცა კარმული
დავალება აქვს შესასრულებელი ცხოვრების წინაშე, წინაპრების წინაშე, სურვილი აქვს იმისი, რომ აღდგეს თქვენთან ურთიერთობა და დასტაბილურდეს და ემოციური ფონი გქონდეთ უფრო თბილი, სიყვარული აქვს თქვენს მიმართ. ნახეთ როგორ გული უცემს ემოციით და სიყვარული თქვენთან მიმართებაში.